რა ხდება მაშინ, როცა მთელი რეგიონის რუკიდან წაშლას გადაწყვეტენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ მიწას მთა დარაჯობს. 1659 წლის ბახტრიონის ბრძოლა ეს არის დღე, როცა ქართულმა მთამბარი სრული გადაშენებისგან იხსნა. მე-17 საუკუნის შუა წლები ირანის შაჰმა აბას მეორემ კახეთის სრული გაუკაცრიელება და იქ თურქმანული მომთაბარე ტომების დასახლება გადაწყვიტა. მტერმა უზარმაზარი ციხე-სიმაგრეები, ბახტრიონი და ალავერდი ააგო. კახეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე იდგა. ხალხი დღეებში იხიზნებოდა და თითქოს იმედიც აღარ არსებობდა. მაგრამ კახეთის მთავარმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა და ქსნის ერის თავებმა, შალვან და ელიზბარმა, დანებებაზე უარი თქვეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ ბარის ძალა არ იკმარებდა და საშველად მთას მოუხმეს. და მთამაც უპასუხა. თუშები ზეზვა გაფრინდაულის, ხევსურები ნადირა ხოშარაულის და ფშავლები გოგოლაურის წინამწყობლობით ერთ მუშტად შეიგრნენ. 1659 წელი. ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა უმთავრო ღამით ფარულად გადმოლახა უღელტეხილები და ბარში ჩამოვიდა. გეგმა გენიალური და უკიდურესად სარისკო იყო. სრული სინქრონით ერთდროულად უნდა დაერტყათ ბახტრიონისა და ალავერდისთვის. ნაშუა ღამეს ზეზვა გაფრინდაულმა ქუშაგები ჩახოცა და ბახტრიონის ალაკაფის კარი შეანგრია. ციხეში ნიაღვრად შეასკნენ შალვასა და ელიზბარის რაზმები. კიზილბაშთა უმრავლესობა საკუთარივე სისხლით ატალახებულ მიწაზე დაეცა. გადარჩენილებმა ალავერდის ციხისკენ სცადეს გაქცევა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ იქაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ბიძინა ჩოლოყაშვილს ალავერდი უკვე აეღო და იქიდან გამოქცეული მტერი ბახტრიონისკენ მირბოდა თავშესაფრით. წარმოიდგინეთ ეს საოცარი სურათი. შუა გზაზე სიკვდილს გამოქცეული მტრის ორივე ნაკადი ერთმანეთს შეასკდა. ქართველები მათ ორივე მხრიდან წამოეძივნენ და ისე ამოწყვიტეს, ცოცხალი მოამბეც არ გამოუშვიათ. ხალხმა ამ ადგილს სამუდამოდ გაწყვეტილა დაარქვა. იქიდან კი ქართველებმა დედაწულიანად გაჟლიტეს ყველა, ვისაც ძილიედო გახური ვაზის გაჩეხვასა და საუცავების შებრძვაში. ბახტრიონის აჯანყება ქართული სოლიდარობის ყველაზე ბრწყინვალე ისტორიული ფაქტია. მან დაგონახა მთავარი, როცა მთა და ბარი ერთადაა, საქართველოს წინ ვერავინ დაუდგება. დაწერე კომენტარებში ძალა ერთობაშია და გაუზიარე ეს საამაყო ისტორია ყველას.